საღამო მშვიდობის მოგესალმებით. დღეს კვირაა და რა თქმა უნდა წარმოგიდგენთ კომედი არხი არაჩვეულებრივ რეიტინგულ პროექტ საქართველოს ფანოღი. რა თქმა უნდა გუშინდელი შაბათი დღე ძალიან კარგი ქულები დაეწერა, რამოდენიმე მონაწილემ გარანტირებულად უკვე იცის რომ გადავიდა შემდეგ ტურში, მაგრამ დარჩენ ადამიანები, რომლებსაც აინტერესებს, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად, ჩვენ უფრო გვაინტერესებს თუ როგორ წარსდგებიან ისინი თქვენს და რა თქმა უნდა, ჟიურის წინაშე. და რაც შეეხება ჟიურს, ულამაზესი, უმშვენიერესი, უნიჭიერესი ნინო ჩხეიძე, ვახო ბიჭიკაშვილი, ნიკოლო ზარაბიძე და რა თქმა უნდა, კვლავ ჩვენი სტუმარი გახლავთ დამსახურებული არტისტი რუსთავის თეატრის მსახიობი, ყველასთვის საყვარელი ტრისტან სარალიძე. მადლობა კიდევ და კიდევ თქვენ რომ ჩვენს გვერდით ხარ. მე უბრალოდ შეგახსენებთ რომ ბრძოლა გრძელდება 10,000 ლარისთვის, 10,000 ლარისთვის და მე მინდა წარმატება უსურვო პირველ მონაწილეს, რომელიც გახლავთ შალვა კასაბური. Ramadliana tanateps Sherim ze sherim tavareo Sheradagdis remlebi Shengi shemogevlebi Shemosam shobolom khareo Sheradagdis remlebi Shengi shemogevlebi Shemosam shobolom khareo ზურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო ზაფირუს ხმელეთ ზურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო დაგიკარგავს იმედი შვენი ხმლისა და ფარისა ამას ნადრობ მამულო წრემლით გადანამულო შენთვის სიკვდილი მაღირსა ამას ნადრობ მამულო წრემლით გადანამულო შენთვის სიკვდილი მაღირსა ზურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო ზაფირუს ხმელეთ ზურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო კიდე მადლობა. აი ასეთი იყო დღეს ბატონი შალვა და ვნახოთ რა სიტყვის პირველი იყო კვირა დღეს და ვნახოთ დინო რა სიტყვის. არ იყო ცუდი, მაგრამ შარმი აკლდა. ანუ აქაც იგივე პრობლემაა, რაც ბატონ ვარდენთან, იმიტომ რომ არ არის საინტერესო ეს დამღერი მართლა, იმიტომ რომ არ ვიცი რაღაცა შტამპში ზიხართ თუ რაღაცა იცით ეს წლებია, არ არის სიახლე თქვენ ამღერში, თორე ცუდი არ არის და მე ვერ შეგისწორებ თქვენ ნოტებს და არ მაქვს უფლება რომ თქვენ რაღაცები გისწოროთ მიუხედავად რომ გააქვთ მონაცემები. არ ვარ გოდა, მაგრამ 10-იანი ეს ის შემთხვევაა. 10 ქულა ნინოსგან ვახო? ხო, ანუ აქ არის შოუზე საუბარი და რაღაცა იმ სიხალისეზე და რაღაცა მხიარულობაზე, რომელიც სცენაზე უნდა დატრიალდეს და შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენ როგორც მაყურებელს გადმოგვედოს, რა თქმა უნდა ამ წუთში ვართ შემფასებლები რაღაცეების, მაინც ჟიური ქვია. ამიტომ 9-იანი მე დღეს. 9 ქულა ვახოსგან, ნახოთ ნიკა რა სიტყვის. ცხენი. მე დავწერ გელოდებოდი სხვა ჟურის ცხენით. იმ წუთში ვთქვი რომ ცხენით რო შემოსულიყო მართლა კარგი იქნებოდა. ცხენით თუ არა სკამზე მაინც ყოფილიყავი. ამხედრებული? ან ვინმეზე. ვინმეზე. გისმენთ? იკა, აბა ნახოთ. დიახ, მე
რა ვიცი მე ჩემ კოლეგებს დავეთანხმები ყველაფერში რაც ისაუბრეს და მეც იგივე მინდა ვთქვა ვერაფერ შეგისწორებთ მე უბრალოდ იმისა რომ მინდა რომ სცენაზე როცა დგას ადამიანი მღერის ამას იყოს რაღაც ძალიან ხალისი ზეიმი კი ბატონო ზეიმი რაღაც ჭარბად იყო წინა საქართველოს ნაცნობლელიას და ბულბულებით ისევ მღერია გლავძველებურად გველია ჩვენი ნაცნობი დროს აღარ შევხვდებით დღეს ჩვენი გზები დაშორდნენ დავშორდით ცივად უხეშა და მოგონება დამრჩა კარგად მე ნახე თუ მოგენადრო ნუ დამიძახე რაც უკვე გაქრაცავიდა ვეღარ დავიწყებ თავიდან დამიძახო გესმის არა მინდა განამეორება ძნელია თუმცა ვერ ხვდები გველია და ბულბულები ისე მღერია ხათუნა მეგრელიშვილი დიდი მადლობა გისმენთ ნინო ხათუნა იმდენად კარგად იმღერე და იმდენი შესაძლებლობა გაქვს ვერაფერს ვერ დავამატებ და ვერაფერს ვერ გეტყვი გარდა რამდენიმე ადგილისა ცოტა ანუ მე უკვე გადარებ ისეთ მომღერლებს ჩვენ როგორც ყურში გვაქვს როგორც კლასიკურად მომღერიან და როგორც არის ეს სიმღერა დაწერილი და ამბიცია გამიჩნდა ეხლა რომ ეს გითხრათ თორე ისე რა თქმა უნდა არანაირი პრობლემა არ არის და რა თქმა უნდა ძალიან კარგია უბრალოდ რაღაც მომენტებში მელიზმები ცოტა ბევრი მეჩვენა იმიტომ რომ შეგიძლია რომ უფრო ძალიან კარგად და კლასიკურად იმღერო და თავისუფლად მე ვთვლი რომ არც ერთ კარგ ქართველ მომღერალს არ ჩამოუვარდები და ნამდვილი პროფესიონალი ხარ დიდი მადლობა ამ სიმღერისთვის 10 ქულა, მადლობა ნინო. რაღაცა დავამატო და მეც რა თქმა უნდა 10 ქულას. 10 ქულა ვახოს განაც, ნიკოლოზ. და ხმე ორიოდე სიტყვას ვიტყვი, პირველ რიგში ალბათ ნებისმიერ სიმღერას როცა უსვენ, რაც არის ჩადებული ამ სიმღერაში ის ხასიათით უნდა მიიტანო მსმენელამდე, რომ იგრძნოს ამ სიმღერაში ნათქვამი ყველა სიტყვა ალბათ.
ათიქულანიკასგანაც ძალიან კარგი და ბატონო ტრიშტან ჯერი თქვენზია. მე მინდა გულწრფელად ვთქვა ერთი რამე, რომ ძალიან რთული ტურია ახლა წარმოიდგინეთ თქვენ, იმიტომ რომ ეს სიმღერები ისეთი მომღერლების მიერ არის ნამღერი და ყოველას გამჯდარია. და გამჯდარია და ეს ტური თავისთავად არის ძალიან რთული. ახლა ნინომ შესანიშნავად თქვა, რომ ახლა მართლა არაფერი არ მაქვს, დეტონაცია არ იყო, არაფერი არ იყო სათქმელი, აი შენიშვნის სახით. ძალიან კარგად იყო ნამღერი, მაგრამ სამწუხაროდ განმეორება ძნელია. ხო და ამიტომ გიწერ მე 10-იანს. 10 ქულა ბატონი ტრიშტანისგან გილოცავთ ჩემო კარგო. ნუ კარგია როცა იცი რომ აღარ ინერვიულებ და გარანტირებულად მოგიწევ სხვა ტურში სიმღერა, მაგრამ კატეგორიულად ვითხოვ მე რომ აუცილებლად უნდა იყოს რაღაცნაირად ტური კოსტუმირებული და რაღაცა უნდა მოვიფიქროთ, თორე არ გამოვა არაფერი. ეხლა ერთი თელაველი კაცის იმედი მაქვს, ხელს მაინც გაშლის თელაურად. ვარსიმაშვილი გიორგი, ნახოთ რას შემოგთავაზებთ. გიორგი. აი შალა, აბატავიდა, ჰეი! რა უცნაური გოგო ხარ, გიჩქერითან გაგვირდები, არც ხოს ამბობ და არა. და სიყვარულს მპირდები, წაბალდა გაგიფრინდები, კიდევ დაგიცნი გონია, ეს ამოდენა გოლია, რა ჩიტის გული გონია, წაბალდა გაგიფრინდები, კიდევ დაგიცნი გონია, ეს ამოდენა გოლია, რა ჩიტის გული გონია, გოგონი შენი ჯირიმე თვალები ჩაყრაც მეყოფა, წამოდი თორე მეგზაზე, სხვა ვინმეც გადამეღობა, ეგ ჩემი გულის ადილი, ეგ შენეთ მაგამიგო, გოგო ბეხურა ხომარ ხარ, კაკანათი რომ დაგიგო, ეგ ჩემი გულის ადილი, ეგ შენეთ მაგამიგო, გოგო ბეხურა ხომარ ხარ, კაკანათი რომ დაგიგო. ტროლაილას ფული რა თუნდა, ტროლაილა თვითონ ფულია, ამოიხებს და დახარჯა, თვითომაც არ ახონია, ტროლაილა შენი ჯირიმე, იმღერის მთელიერია, რესტორნები და დუქნები, სულ ყველა შენზე მღერია, ასტაურას ფული რა თუნდა, ასტაურა თვითონ ფულია, ამოიხებს და დახარჯავს, თვითომაც არ ახონია, ასტაურ შენი ჯირიმე, იმღერის მთელიერია, რესტორნები და დუქნები, სულ ყველა შენზე მღერია, ასტაურ შენი ჯირიმე, იმღერის მთელიერია, რესტორნები და დუქნები, სულ ყველა შენზე მღერია. კიდევ დაგიცნი გონია, ეს ამოდენა გოლია, რა ჩიტის გული გონია. იმსერდა მჯერავს, რომ ქართველობა მიღლა და გამრთირა. ის გადაიყვანს ფინალურ ეტაპზე პროექტის უცვლელი ჟიური, ნიკა არაბიძის, ვახო ბიჭიკაშვილისა და ნინო ჩხეიძის შემადგენლობით. შენახარ სანთელი ჩემი, არ მინდა მეტი, ყოველ შაბათ კვირას ჩემი სიმღერები თებში გაბანეულა თებში, საღამოს 7 საათზე Dreams და შავად შეღები ლამთები, საქართველოს ფანოგი კომედი არხზე. საღამოს ეთერის სპონსორია ენერგეტიკული სასმელი Wildberry. Wildberry, საჭირო ენერგია, საჭირო დროს. გიორგი ვარსიმაშვილი. აბა, როგორ დაიძახი? აიშალაო.
ნერვები ეს აიშალა კარგი იყო პირველი დაიწყო ინდივიდუალურად აიშალაო მაგრამ გააგრძელა რა თქმა უნდა კაპირუკაში ჯგუფობრივად იყო ჩვეულებრივი ნამღერი გიო ცუდი არ იყო ნამდვილად მაგრამ მეტი წამოიღე შენ და შენ იყავი და არა ის რომ რაღაცა ჩვეულებრივი იყო ძალიან ჩვეულებრივი იყო თუმცა კარგი იყო მაგრამ რითმში კიდე უფრო რო გეკატავა და კიდე უფრო ჩამჯდარიყავი უფრო ასე ვთქვათ ჟარგონით გეტყვი აგდებდი საზოგადოებას არ სტიმულისთვის 10-იანი თორემ ისე ცხრიანი უნდა 10 ქულა და იგივე შენიშნებია როგორც ხედავ და ვატყობ მესმის ცეკვასთანაც პრობლემები გვაქვს უფრო მეტი რო ეკეიფა ამ ადამიანს ახლა ამ სიმღერაში უფრო კარგი იქნებოდა ნუ რა თქმა უნდა 10-იანი მაგრამ ეს 10-იანი არ არის რომელიც გიორგისთვის მემეტება ყარი ვერ არის ყარი ნიკოლოზ გისმენთ შემოგა მეც იგივეს გამეურდება აი მაგალითად მის სამღერში კერა და იქ სადაც არის მის საშუალება რომ რაღაც ქორეოგრაფიული ელემენტებით გავამდიდროთ ეს შეიძლება ეს ხო შეიძლება აქ ცუდია მაშინ არაფერი პირიქით და იქნება კარგი ჩემგანაც 10-იანი თუმცა 10 ქულა გასაგებია და უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად და ბატონო ტრისტან რა არის იცი მე აი ცოტა ხანში რო შევედი რა ასაკში რო შევედი კი ვერ ვაზრუნებ თუ არ მიჭირავს ხელში რაღაც ჭიქა არ მიჭირავს რაღაც ვერ ვაყალიბებ ხო და რაშია ის საქმე ამ სიმღერას უნდა კეიფი და შინაგანი კეიფი აი რო გამოხვედი პირველად რა რო შემოგძახე რაღაცა ვიფიქრები რომ აქ დღესასწაულს დაანთებდი და დღესასწაულს რაღა დაგიმალოთ მეც ასე ხო ასე მეგონა მაგრამ ნუ ეს ჩვეულებრივი სიმღერა იყო აი უფრო მეტი ემოცია საჭირო 10 ქულა დიდი მადლობა გიორგი შენ და გილოცავ ჩემო კარგო კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 10,000 ლარი მხოლოდ 10 ქულა არაფერი არ იქნება თუ შემდეგ დაიწიან საგრძნობლად და შეიძლება 5-იც აღარ დაიწეროს ვატყობ ისეთი განწყობა აქვს ჟიურის მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება ბოლო ბიჭებთან ერთად მე ვიმღერებ შემდეგ ტურში ერთ სიმღერას და იქნება რაღაცნაირად შეწავიღოთ 10,000 ლარი თუ კი გადაწყვიტავს ამას რა თქმა უნდა ჩვენი არხი მაგრამ არ გამოვა ისე და ისე ამ ადამიანებს უნდა უსურვოთ წარმატება და ამ შემთხვევაში ვაჟა მალაციძეს მივესალმოთ ქარ ქუჩით ჩამოიყანეს ქალილა მასით მიანი შვიდი მაყარითან მაიხვა შვითავე ხედოსნიანი არ მაიშალა ლამაზმა შავი თვალების ფრიალი ჭალადით რომ მივიდნენ აქ ნახანჯლების ტრიალი არ მაიშალა ლამაზმა შავი თვალების ფრიალი ჭალადით რომ მივიდნენ აქ ნახანჯლების ტრიალი კალამას ხოლგაზდა სახიმილი ჩავეყარები მოვაკოლევინებ წყურვილსა ახლო არ გავეკარები ბერჩერ მოფილ ვარ მაყარში ბერსაც ვარ გადანაყარი ის კი არ გამიგონია დედოფალს კოცნის მაყარი ბერჩერ მოფილ ვარ მაყარში ბერსაც ვარ გადანაყარი ის კი არ გამიგონია დედოფალს კოცნის მაყარი მადაგლოცოთ მთისამა ნაწილმა ბარციმისამა ალავერც მინდა მივარგი ქალაქში თბილისისამა თბერთო დუმოშლი ამ სახლში ხისა და გახარებასა ვაჟების ქორწინებასა ქალების გათხოვებასა
მერეთონ უმოშლია სახლში ხისა და გახარებასა ვაჟების ქორწინებასა ქალების გათხოვებასა ვაჟა მალაციძე და ნინო რატო გადაწყვიტა ეს კარკუჩით და რაღაცა ლირიულად ემღერა და ესე მოფერებოდა ვერ გავიგე. არ იყო კარგი. 8 ქულა, აპლოდისმენტები. ამ სიმღერას ქორწილებში რო მღერიან ხოლმე ასრულებენ, მე გავდივარ ამ დროს, იმიტომ რომ ინგრევა ყველაფერი. არა ხო, ინგრევა ყველაფერი და თან ცოტა ისეთი შეგრძნებები მაქვს ხოლმე. მოკლედ მეორე რომ არ ვილაპარაკო, მე 8 ქულას დაუწერ დღეს ვაჟას. 8 ქულა, ნიკოლოზ ეს ამ წუთში რასაც ვიტყვი ეს ვაჟას მარტო არ ეხება ზოგადად ეხება თითქმის ყველა მონაწილეს რა ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე და მჩება რომ აქ მოვდივართ რაღაც მოვალეობას ვიხდით და მივდივართ სამსახურში მოვირბინეთ რაღაც გავაკეთეთ და წავედით და გავითვალისწინოთ ბატონებო ეს რომ ეს არის კონკურსი აქ და ყოველი ტური კიდევ უფრო რთულდება ყოველ ტურში რაღაცა მეტს ვითხოვთ ყოველ ტურში რაც უფრო ფინალისკენ მივდივართ მეტი და მეტი მოგეთხოვება თქვენს და შესაბამისად ჩვენც უფრო მკაცრად უდგებით ამას ყველაფერს იმიტომ რომ ეს პირველი დღე აღარ არის რომ მოდი მე ინერვიულა და რაღაც აქ უნდა დავამთავროთ ეს ყველაფერი და ცოტა უნდა მივხედოთ ყველა ეს ყველას ეხება მე-9-ს დაგიწევ დღეს 9 ქულა ვაჟოს რომ ყოფილი ვარ ვაჟა გინაცვალი ახლა მე იმას გაკვეთილებს კი არ გიტარებ აქ, მაგრამ არსებობს სიმღერაში ორი მთავარი რამ. ერთი არის მუსიკალური მხარე სიმღერის ნოტები, მელოდია და მეორე არის ტექსტი. ეს მარტო შენ არ გეხება, იმიტომ რომ აქ მე ვატყობ, რომ ტექსტუალური გააზრება, რას მღერი ხარ, არ ხდება. აბა წარმოიდგინე, მარტო დაანებე მუსიკას თავი და წაიკითხე ლექსი და რას კითხულობ და რას მღერი. ღმერთო ნუ მოშლი ამ სახში ლხინსა და გახარებას რას მღერი ხარ ეს ხო რაღაცნაირად უნდა გავიაზრო ამიტომ მე მხოლოდ სტუმრის სტატუსით 9 ქულა გილოცავ ჩემო ვაჟა და ესე იგი უნდა გავაგრძელოთ ძალიან რაღაცნაირად ენერგიაზე მინდა რომ ვიყოთ ცოტა დავითრგუნე მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, იმედი მაქვს გაითვალისწინებენ და აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ და აი ამას დაამტკიცებს იმედი მაქვს ქალბატონი თინათინ მანუკიანი. მოგესალმებით. მინას თქვა რომ ცხოვრების გზა დიდია სათალფეხო ერთი ბეწვის ხიდია ჩემი ბედი ცალბეწვზე დახკიდია დღეები კი როგორ ჩქარა მიდია შეცხობიცი სიყვარული რა არის შეჩემზე და მე შენზე და დამწვარი როგორც წინათ ეხლი აღარ ვარ გიხა ეხრა სიზავ 200 წლის ყვავი ხარ გული მქონდა როგორც კაჟი სტამბულის მეც ვიცოდი ბაიათები გაბმული თალისეჭი აბაჩემთან რა იყო ესო ხერი წლებმა ყველას წაიღო ვახ როგორი ახალგაზრდა ვიყავი ქრისტიანჯან კაცებისგან მუდამ გაურიყავი არასოდეს მიცხოვრია გლეხურა ფული მქონდა თავზე კუდი მეხურა თქვენი გამარჯვების აიღოს
ვახ როგორი ახალგაზრდა ვიყავი ცხოვრებისგან მუდამ გავრიყავი არასოდეს მიცხოვრია გლეხურა ფული მქონდა თავზე კუდი მეხურა ვინაც სვარობ ცხოვრების გზადვიდია საცალფებო ერთი ბეწვის ხიდია ქალბატონი თინათინ მანუკიანი მადლობა დიდი და ვნახოთ რას გვეტყვის დიდო ჩხეიძე რა თქმა უნდა იყო რაღაცეები რაც არ მომეწონა მაგრამ ერთადერთი ადამიანი იყავით თქვენ დღეს ვინც გულით მღეროდა ვინც როლში იყო და ასრულებდა იმ სიმღერას იცოდა რა სიმღერას ასრულებდა ერთადერთი ადამიანი იყავით თქვენ და თქვენ გაქვთ წინსვლა აშკარად წინატურებისგან მონდომებაც გაქვთ სხვადასხვა არ გავხართ ყველა ტურში ერთმანეთს მრავალფეროვანი ხართ და მე ძალიან მომწოხართ თქვენ და 10-იანი რა თქმა 10 ქულა გადასარევი ისმენო ახლა მე მგონი მხოლოდ თქვენ გაქვს ქართული ფილმები კარგად ნანახი და გააზრებული 10-იანს დაგიწერთ მეც რა თქმა უნდა 10 ქულა წარმატებებს გისურვებთ დიდი მადლობა ვახუნ ხულა ბატონო და მოდი ტრისტან ბატონმა თქვას ახლა ახლა გადაულაპარაკე არა იმიტომ რომ ჩემი სახელი იყო გაჟღერებული სიმღერაში ტექსტში გადაულაპარაკე რომ აი ნინომ რაც თქვა ერთადერთი კონკურსანტი რომელიც ახლა მე ვნახე რომელიც გრძნობდა რა იმ ფრაზას რასაც მღეროდა ტექსტს რასაც რაც მე მევალება რომ ძალიან უყურო ღრმად თქვენ იყავით ამიტომ 10-იანს ვწერ მე 10 ქულას ბატონი ტრისტანის შემთხვევაში და ნიკოლოზ გთხოვ მე რა ბატონო მოსაბარტყა მეც 10-იანს დაგიწერ დღეს 10 ქულა ძალიან კარგი დიდი მადლობა გილოცავთ ჩემო ძვირფასო Slepepsi paisadarmia Rodajami mimadem da sevadas La sanquetnanza dobrani drialas Zetsara domanshav de balada Trialas Bedis bora Realize Dromidis Dromavelas Gadavatialas Benicis Rabogavish Shepsianas Realize Bedis bora balida realize Sadmetseba samartaliar visi Gadonila tsetsrada metsatramali Nertu čemo, čemi sodrit arbisi Et helmaniska hiletavali Riales Bedis bora balit Riales Dromidis Drogovelas gadovatiales Riales Realize Bedis bora balit Realize Dromidis Drogovelas gadovatiales
მინიცის რამაგამის შუშეს იგანას რიალას ბედის პორაპალი რიალას ზაზა ოხანაშვილი გადასარევი კარგი მშვენიერი სიმღერა შესრულებაც და ნახოთ როგორ შეაფასებს დღევანდელი დღის ბოლო კონკურსანტს დინო. ჩვენ და სამწუხაროდ ამ სეზონზე ძალიან ბევრ და ერთნაირ პრობლემას ვაწყდებით, იმიტომ რომ ეს არის არა ინდივიდუალიზმი და არა საინტერესო. ეს არ არის ცუდი, კიდევ ვიმეორებ, ეს ნამღერები არ არის ცუდი, მაგრამ არ არის საინტერესო, რაც დარწმუნებული ვარ, რომ არც ვერც ხალხი დაგიმახსოვრებთ ამითი და არც ჩვენ გვექნება რეიტინგი და არც თქვენ არ მოგეწონებათ ეს ამბავი. არ ვარ ჩვენ უკვე მესამე ტურია გეუბნებით, რომ იყავით ინდივიდუალურები. იყავით თქვენ, აქ არავინ არ გიმოწვევთ თქვენ სიმღერას და ნოტებს. არავინ არ არის. აქ არის უბრალო მსმენელი, შემფასებელი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს თქვენ უნდა შეგიყვაროთ როგორც პიროვნება და არა როგორც კოპია ვინმე ადამიანის. არ მომეწონა ნამდვილად ცხრიანი. ცხრაკულა ნინოსგან ვახო გისმენთ? ზაზა, კბილები გაქვს დაშორებული ერთმანეთისგან. კბილები დაშორებული გაქვს წინ ერთმანეთისგან. არა, აი ბატონი ბუბო მეგონა. კი. ძალიან კოპირება იყო, რა თქმა უნდა. კოპირება, ხმით ყველაფრით. მაგრამ არ ვიცი რა როგორ მოვიქცე რა. ანუ მოდი მე დავწერე დღეს ცხრიანს მეც რა. ცხრაკულა ვახოსგან. კარგი ნამღერი ნამდვილად იყო, უბრალოდ ეს თუ არ მოვიფიქრეთ რამე ამ ბრძოლა ამ ამბავთან აუცილებლად რაღაცა ქვევით წამოვალთ ქულებით და ხერხზე გვაქვს მისაგნები როგორც რაღაცა ფორმულა უნდა კი აუცილებელია ნიკოლოზ გისმენ ჩემო კარგო ვახო დიდი მადლობა ჩემგანაც ცხრიანი ცხრაკულა ნიკუშასგანაც და ბატონო ტრისთან თქვენ უნდა დაამთავროთ დღევანდელი შეფასება მე მაინც მგონია რომ ნინო მართალია რასაც ითხოვს და სწორი მოთხოვნაც არის იმიტომ რომ ახლა 2 წამის უკან თქვენი სიმღერის დროს მე გადაულაპარაკე ნინოს რომ ჯობია იყოს ცუდად ნამღერი სწორად გამიგეთ ცუდად ნამღერი ვინემ კაპიროვკა მე მგონია ესეთ ხმა მოხევით არა ხმაზე არ არის აქ ლაპარაკი ხმაზე არ არის ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით როგორც მღერის ამას ბუბა მაგრამ რა არის იცი მე ეთყობა ცოტა გაუგებრად ვამ ჯობია იმღერო შენ შენეულად როგორც შენ იციეს ვინემ დაუშვათ გააკეთო კაპიროვკა აი ამას ვამბობ ეს არის უტრირებული გამოთქმა რომ ჯობია იმღერო ცუდად ვინემ გააკეთო კაპიროვკა ხო ამიტომ აი სტუმარი ვარ და გიწერ 10-ს 10 ქულა ბატონი ტრისტანისგან და ჩემო ზაზა თქო დაიკავო თქვენი ადგილი და რა დამთავრდა დღევანდელი დღეც ჩაიარა ასე ვიტყოდი ცოტა გაბრაზებულ ჟიურის ხედავ მაგრამ კიდევ და კიდევ ყველას რა თქმა უნდა წარმატებები უნდა უსურვო ეხლა არ ვიცი მე როგორ იქნება უბრალოდ მე მინდა რომ შემდეგი ნამდვილად გასათვალისწინებელია ის რომ ცოტა სხვანაირად უნდა გნებავთ კოსტუმი გნებავთ ბოლოს შემთხვევაში უბრალოდ მედროგე პავლეს თუნდაც ქუდი მათრახი რომ ყოფილიყო სხვანაირი თეატრალური რასაც პრინციპში საქართველოს ფანოღი ითხოვს ეს არის მნიშვნელოვანი. ამიტომ 100-ია თუ ისე უნდა შეჯამდეს დღევანდელი და გუშინდელი დღის ქულები, მანამდე კი ჩემი დანაპირების სიურპრიზი. ძალიან კარგი მომღერალი ვებხვია კუჭუხიძე. გთხოვთ. მოგესალმებით. სრულიად საქართველოს სტუმარი ვარ რუსეთიდან, მოსკოვიდან და ერთი ლამაზი სიმღერით მინდა მოვეფერო ჩემ ქუთაისს და სრულიად საქართველოს. ნინო ახვერდაშვილის სიმღერა ქუთაისზე. როცა შენზე ვფიქრობ სახე მინათება ჩემო ცნებავ და სიხარულო შენით ქუთაისო გული მიამდება
სადღაც ბავშვობაში ჩაკარგულო ლამაზ მოგონებად გული დაგატანე სიზმრად შენს ქუჩებში დავდივარ დედის ნანასავი სხვას ვერ დაგადარე შენგან აფრენილი ბარტყივა მე შენ სიყვარულს სხვაზე ვერ გავცვლი ჩემო ქალაქო ყოველთვის მინდა ამ სიყვარულზე გელაპარაკო ბაღის კიდიდან დაუყვები შენს ყველა უბანს კეტყვი მიყვარხარ ამ მონატრებას ბოლო არ უშავს შენში ყოველი დღე ათმისფრად გათენდება აქზე სულ სხვაგვარ ადანათებს ჩემი ქუთაისი არასდროს დაბერდება ის მტერსას თავში აყვარებს აქ ხომ გული სულ სხვა ეშქით ამღერდება დასევდას ხიმილი ანაცვლებს შენში გაზაფხული ისე აფეთქდება რომ თავს ატმოსავით მანატრებს მე შენ სიყვარულს სხვაზე ვერ გავცვლი ჩემო ქალაქო ყოველთვის მინდა ამ სიყვარულზე გელაპარაკო ბაღის კიდიდან დაუყვები შენს ყველა უბანს კეტყვი მიყვარხარ ამ მონატრებას ბოლო არ უშავს სიყვარულს სხვაზე ვერ გავცვლი ჩემო ქალაქო ყოველთვის მინდა ამ სიყვარულზე გელაპარაკო ბაღის კიდიდან დაუყვები შენს ყველა უბანს კეტყვი მიყვარხარ ამ მონატრებას ბოლო არ უშავს მე შენ სიყვარულს სხვაზე ვერ გავცვლი ჩემო ქალაქო ყოველთვის მინდა ამ სიყვარულზე გელაპარაკო ბაღის კიდიდან დაუყვები შენს ყველა უბანს კეტყვი მიყვარხარ ამ მონატრებას ბოლო არ უშავს დიდი მადლობა ვეფხვია კუჭუხიძეს, უღრმესი მადლობა მას. ჯერ ესეთი ჩვენთან სტუმრობისთვის და ასე ძალიან თბილი და ლამაზი სიმღერისთვის. უღრმესი მადლობა თქვენ, ჩემო ძვირფასო და გამოირკვა. თავიდანვე ვიცოდით, მაგრამ მოკლედ უნდა დავასახელოთ ეს ადამიანები, ვინც ყველაზე ცოტა ამ ორი დღის ჯამში მოაგროვა და არ განერვიულებ პირდაპირ ვიტყვი. გიო ფშაველი 31 ქულით, თუ შეიძლება გიო, აი ასე, აპლოდისმენტები გიოს. ვაშა მალაციძე 34 ქულით და ხათუნა ახალმოსულიშვილი 36 ქულით. აი ეს ადამიანები არიან და აქედან ბატონო ტრისტან თქვენ ერთი უნდა გადაარჩინოთ თქვენი სრულისამებრ და დატოვოთ პროექტში. შემდეგ უკვე დანარჩენს მოგახსენებთ. ყველაზე რთული მდგომარეობა მაქვს მე ახლა რაც კი სტუმრად მივსულ ვარ ვიღაცასთან. ამ სამადამი ძალიან ძიმია. და ისა ასე ვიტყოდი რა. ძალიან გთხოვ რომ გაიღიმო.
გაიღიმე, აი მე მინდა რომ დღეს გადაგარჩინო შენ. ხათურა გილოცავ ჩემო კარგო, გილოცავ. მადლობა ბატონ ტრისტან და თქვენ იცით თქვენ რაც უნდა გააკეთოთ, თქვენ ხელთ გიბრიათ ესეთი ფირფიტა, ვაჩვენებ ტელემაყურებელს და თავისივე სურბლისამებრ ბატონ ტრისტა თქვენთვისაც გადასცემენ მათ მიერ ამორჩეულ ადამიანს და ვისაც ბევრი დაუგროვდება, შესაბამისად მარტივად გადაიცვლება და ის გააგრძელებს პროექტში სიმღერას. გთხოვთ. აპლოდისმენტები, გთხოვთ ასევე, გთხოვთ. აქტიურად სწრაფად ვანერვიულებთ მონაწილეებს. ძნელია მესმის, მაგრამ რას ვიზავთ? გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. მათ მარტივია ყველაფერი. გიო, მოდი ჩემთან, ვაჟას მიულოცოთ გადასვლა შემდეგ ტურში. გიო, მოდი ჩემთან. და არ არის ეს ასე ვთქვათ, მაინდა-მაინც რომ უნდა თქვა ამ დროს ის სიტყვები, უბრალოდ ნამდვილად გული დამწყდა გიორგიზე და მინდა რომ წარმატებები გისურვო. ნამდვილად იმსახურებდი დღეს რა მოხდა, ასე მოხდა, როგორც იყო, არ ვიცი. წარმატება შენ ცხოვრებაში, წარმატება ამ ადამიანებს და ძალიან სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. მე კი გემშვიდობებით უკვე შემდეგ შაბათამდე ზუსტად 7 საათზე შევხვდებით ერთმანეთს. მადლობა ჟიურის, მადლობა ჩვენ ტელემაყურებელს. კარგად გრძანდებოდეთ, ნახვამდის. ვიცოდი რომ ჩემს სიყვარულს გულში მალავდი, ამიტომაც ველებურად გაგითამამდი. სადღაც უხმოდ იკარგება გულის დარდები, კეფიცების სხვა შემსავით არ